faces on the balcony as I wait for thee to come home. I fall for my words, yeah, my mind's a mess. Ani ძალიან განსაკუთრებული ადამიანია ჩემთვის და მადლობა ღმერთს რომ ესეთ კარგ ადამიანს შემახვედრა. უბედნიერესი ადამიანი ვარ. მეგობრობიდან დაიწყეს ეს ყველაფერი და ის არის. თავიდან მალავდნენ. ჩვენს გვიმალავდნენ რომ ეკითხებოდით რომ არა, მაგრამ თავიდან ვეთყობოდათ რაღაცა ნაპერწკალი. ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით ამ ყველაფრით, რომ ეს ადამიანი ჩემთან ერთად გაიზიარებს მთელ ცხოვრებას. ანუშკი არის ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი. ჩვენ სამეგობროში მეხუთე ძმაკაცია. სადაც არ უნდა წავსულიყავით, როგორც არ უნდა წავსულიყავით, რაც არ უნდა გაგვეტრაკებინა, ანუშკი ჩვენ გვერდში იყო რა. ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან ორივეს ვიცნობ ბავშვობიდან და ორივე არის ძალიან მაგარი პიროვნება. ცალ-ცალკეც და ერთად მით უმეტეს ქმნიან რაღაცა სასწაულ გარემოს და ატმოსფეროს. კივი და ანუშკის სიყვარულს ლოგიკური გაგრძელება ქორწილება ყვა. სადაც ჩვენც აღმოჩნდით. Stay with me, never leave. You walked into my life and I am glad you came, glad you came. And you're not alive and broken, glad you came, glad you came, glad you came. Glad you came, glad you came, I'm glad you came. Set my keys by the door. All these fortunate fables, I don't think they mind anymore. Will you wait by yourself, dressed like an angel in white unaware? Can you be like a drone, straight from a song that I've known all along? Can you take the islands, just pulling apart the waves as I fall into your truth? Build it up like a fortress, wave the flag when I come home to you. Like an angel in white unaware, and you'll be like a drone, straight from a song that I've known all along. Can you take the islands, just pulling apart the waves as I fall into your arms? I'm just pulling up roses as daylight approaches, just hoping. აი გარდატეხის ასაკში რო ვიყავ იგივე ყოველკვირეულ სკოლას ამთავრება მაგ პერიოდში
მახსოვს ჩვენმა ახლობელმა დაგვიტოვა სახლში მანქანა რა და კივიკომ არ იცის მანქანის ტარება. საერთოდ მე ხო ვიცი რომ არ იცის მანქანის ტარება და ვისწავლეო რა მანქანის ტარება მეუბნება წამო бенზინი გვაქვს, ყველაფერი გვაქვს და წავიდეთო რა, სახლში მარტოები ვარ დარჩენილები, ესენი სადღაც მეორე ეზოში არიან გადასულები და 1.5 საათი ხო ეზოდან გაყავდა მანქანა. გავიყვანეთ ძლივს ეს მანქანა და წავედით, არ ვიცი, ოღონდ სად მივდივართ რა და მე და ჩემი ძმა ვარ და აი რომ მიდიხარ ხოლმე ჩვენ სოფელში ისია ხოლმე, აი სამეგობრო და ისინი სულ ესე ახლოს ცხოვრობთ და აი ყველას რო უსიგნალებს რომ მანქანით დავდივარ და რაღაცა რომ ბლატალოს და 1-2-3 კილომეტრი გავიარეთ და ჩაქრა რა მანქანა რა. ჩაქრა მანქანა და აღარ ვიცით რა გავაკეთოთ. ესენი ვიციან რომ მოდიან უკვე, მალე უნდა მოვიდნენ, სახლში ვეღარ ბრუნდებით, მანქანა არის ალბათ 3 კილომეტრში რა. ბავშვები პატარები ვიყავით მაშინ. მერე მიდის რეკვები რა, გივიკო ძმაკაცებს ურეკავს, კაროჩე მიშველეთ ბიჭებო, ზოგს ატყუებს რომ გამოსულიყო, ისე არ გამოვიდოდნენ ალბათ და ძლივ-ძლივობით ერთი თან ქუჩაში რომ მივდიოდით, გზაში ბიჭებს კრავდა რა და ერთი 10 კაცი შეიკრა და მანქანას აწვევიან და 3 კილომეტრი ესე მოწოლით მოიყვანეს სახლში და მე გამიშვა მერე რომ ესენი გამეჩერებიან და რაღაცა მთელი ამბები და გაგრას შემოვაყენეთ მანქანას და ესენიც მოვიდნენ და რაც გავტეხეთ ფარი გაყვანის წინ ის დავამაგრეთ სკოჩით რა. და პატრონი რომ მოვიდა, ხო არ იჯექითო რაღაცა გაგვეღადავა და რაღაცა მანქანაზე და არა ვიჯექით და რაღაცა მეუნებით და მანქანისთვის бенზინის ჩასასხმელად წავედით და ესე ლიანდაგებზე რო გადავედით ეს კრილოაც ჩამოვარდა რა და მაგითი მიგვიხდნენ რომ საბედნიეროდ კეთილი ნათესავი აღმოჩნდა და არ გამიბრეს და ძალიან ბევრი ისტორია გვაქვს ეგეთი. წევიდა გივიკო სახში მივდივარო და ბრუნდება 2 წელი მანდარინით. კაროჩე ბექუ მოდის. არ გინდაო მანდარინო ნუ მოჭამეიტანაო ბიაჩემაო და ჭალადიდიდან და ჭამეო კაცურად. კი მე ვთქვარ მოდი აგე და გავრცქენი ჭამე სიმო და მე მეუნება აი ეგერო ხელეში ნაგდები იყო ხელეში მანდარინი ნაგდები მანდარინი ხომაჭამა რა ვიცი ბულკი მტვერიანი რა ვიცი რამდენი მაგარი უბედური ბავშვი მე დავუმატებდი კიდევ იმას რომ ყველა აღნიშნავს ვინც კარგად გვიცნობს და პირველ რიგში ბებია ჩემისგან ძალიან მომისმენია რომ ეხლა მე და დათო ტყუპები ვართ მაგრამ არ გვეტყობა ან ფიზიკურობას თავი დავანებოთ რომ ჩავხსნათ საერთოდ ეს თემა ხასიათი ინტერესები და ძალიან ბევრი რაღაცა მე და გივიკოს ერთი გვაქვს და მე შემიმჩნევა აი ჩემს სასაკში რო იყო რასაც გადიოდა რაღაც იმ ნაბიჯებს გავდივარ მეც ანუ იმ ხრივ რომ აი მაგალითად თუნდაც მუსიკა ავიღოთ აი რა იმას აქ ჩემს სასაკში რაც მოწონდა და უსმენ და ის მოწონს მეც და უსმენ და ეგეთი რაღაცები ძალიან ბევრი შემიჩნევა რასაც ვერ ვიტყვი დათოსთან. მე განსხვავებული ვარ. რასაც დათოსთან ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა ნიან მახსენდება. იყო რომ ესენი უფრო ტყუპები იყვნენ ხასიათი და მე სულ განსხვავებული ვიყავი რა და ეგრე ვართ დღემდე რა. და გივიკო არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც შემიძლია დილის 5 საათზე კარტოფილი შეუწვა, ან ნებისმიერ დროს როცა არ უნდა დამირეკოს. მე არ მიწვა კარტოფილს 5 საათზე. შენ რავი, მაქსიმუმ კვერცხენიური შეგიწვა. დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან თქვენი მყოფებით სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციის ოფიციალურ ცერემონიალზე. ქორწინდებიან გივი თურქია და ანუშკი ყოჩიაშვილი. ოჯახის შექმნა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ყველა ადამიანის ცხოვრებაში. და რადგან გადაწყვეტეთ თქვენი მომავალი დაუკავშიროთ ერთმანეთს, ეს უპირველესად დასტურია იმისა, რომ გიყვართ ერთმანეთი და გაქვთ ერთმანეთის რწმენა. ბატონო გივი, დამეთანხმებით ოჯახის შექმნის მთავარი მიზეზი სიყვარულია, რომელიც გამორჩეული და განსაკუთრებული თვისება ადამიანში. როგორც ამბობენ, სიყვარული ეს არის უნარი, ადამიანი გრძნობდეს და განიცდის მეორე ადამიანს, როგორც საკუთარ თავს. სწორედ ასეთი ურთიერთდამოკიდებულება უდევს საფუძვლად დღევანდელ გადაწყვეტილებას. ახლა კი თქვენი სტუმრების წინაშე მინდა კიდევ ერთხელ დამიდასტუროთ, რომ თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილება დამოუკიდებელია და მზად ხართ ოჯახის შესაქმნელად.
ბატონო გივი, თანახმახართ დაქორწინდეთ ქალბატონ ანუშკიზე. შევფიცოთ მას მარადიული სიყვარულით და ერთგულება. აპლოდისმენტები. ქალბატონ ანუშკი, იგივე კითხვით მოგმართავთ. თანახმახართ დაქორწინდეთ ბატონ გივიზე, შევფიცოთ მას მარადიული სიყვარული და ერთგულება. აპლოდისმენტები. ამ პასუხით კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ თქვენი დღევანდელი ნაბიჯი გაცნობიერებული გაქვთ და მზად ხართ ოჯახის შესაქმნელად. იმისათვის, რომ თქვენი დღევანდელი ქორწინება კანონიერად ჩაითვალოს, თქვენი მოწმეების დასტურიც გჭირდება. ბარბარე და შოთა, რაიმე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვთ? ეს არის ერთგულებისა და სიყვარულის ნიშანი. რგოლი წარმოადგენს მარადიულობის სიმბოლოს, ხოლო ბეჭედი მარადიულ ურთიერთსიყვარულს. გთხოვთ ერთმანეთს გავუკეთოთ ბეჭდები. აპლოდისმენტებით გავუკეთოთ. მაშასე, მე სამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ქორწინება დარეგისტრირებულია, თქვენ გაქვთ იწოდებოდეთ კანონიერ მეუღლებად და გადმოგცემთ ოფიციალურ დოკუმენტს ქორწინების მოწმობის სახით. 2025 წლის 27 აპრილს გივი და ანუშკი კანონიერი მეუღლეები ბრძანდებიან. შეგიძლიათ აკოცეთ ერთმანეთს. მოდი. გადმოასხი ცოტა გაკო. აგვიმან! ჯერ! აგვიმან! ჯერ! აგვიმან! ჯერ! აი რაც უკვე ჩემი დასახლიდან წავიდა, აი სულ მეუნეოდა სახში, რომ აი მაგალითად დადუს მეძახის ბავშვობიდან და დადუ წყალი მომიტანდა, აი ესენი რო აღარ მესის რაღაცნაირად გული მტკივა და ნუ ისიც ვიხარია რომ ახალი ოჯახი შექმნა და ცოტა გული მტკივა რომ ჩემთან ერთად აღარ არის და სახში არ ხვდება. ზაფხულში სულ მასთან ერთად ვარ და ანუ დედასავით მივლის, რადგან მამა გვაკლია, ორივე ერთად დედაც და ჩემი დაც დედასავით მიდგას. აი მგონია რომ ორი დედა მყავს. ბედნიერებას უსურვებთ მთელი ცხოვრება.
აი ესეთი გახარებულები და ბედნიერები ყოფილიყვნენ სულ. დღეს ჩემთვის არის უდიდესი ბედნიერი დღე, იმიტომ რომ გივიკო არის ჩემი იგივე შვილი, ჩემი გაზრდილი და მიამაყება რომ ასეთი შვილი მყავს და უსურვებ ყოველივე კარგს და საუკეთესო ცხოვრებაში. ემრავლოთ და ეხაროთ. როგორებიც არიან დღეს ბედნიერები, ესე მიმყოფოს უფალმა მთელი ცხოვრება. ანუშკი დედი, გვიყვარხარ. ჩვენო საყვარელო, უსაყვარლესო. მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყო. როგორც წარმომიდგენია, როგორც წარმოგვიდგენია ყველას ჩვენ. უსაყვარლესო და ბედნიერებას იმსახურებ ყველაფერს შენ საყვარელ გივიკოსთან ერთად. გილოცავ, ძალიან ბედნიერი უნდა იყო. გვიყვარხართ ძალიან. რამდენი გვეპატიჟებოდა ხოლმე და თუ თავის სახში, ანუ რო დავჯდებოდით მაგიდაზე, სულ მოდიოდა ხოლმე გივიკო მაში, რომ აი უკვე მაგარი ნასვამები ვიყავით ხოლმე რა. დაახლოებით 10 ჯერ იყო ეგეთი ფაქტი და ნუ მე-11 თუ მე-12-ით გააღო საღამოთი კარები და შემოიდა კიდე თქვენ ახართ. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა და ეს ერთი კურიოზი ეს გვაქვს და გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ, ჯანმრთელობას, ბევრი შვილები გააჩინეთ და ბედნიერი ოჯახი გქონდეთ ორივეს. ძალიან გვიყვარხართ. ნამდვილად. დავითანხმები დასტურთავა და ტექსტი იგივე. მაგას დავამატებ, რომ ბოლოს უკვე ნერვები რომ მოეშალა. დათოს აღარ უთხრათ ვატი ჯერ მე მითხარით და ისევადი და დათო მერე მოვიყვარა და მეც მიყვარხართ ძალიან. ვერ აგიღწე რამდენად მინდა რომ გახარებული და ბედნიერი ადამიანი იყო. უზომოდ მიყვარხარ გაფასებ და სული კაშკაშე. სული და გულით გილოცავ ამ დღევანდელ ულამაზეს დღეს და მინდა რომ ბედნიერები იყოთ შენ და გივიკო. გვიყვარხარ. დღეს იქნება ის დღე, როცა ერთად ცოლქმრის ამპლუაში შალახოს თავზე ჭიქით აღებით, თავის ქართული სულით, როგორც შეეფერებათ, ისე შეასრულებენ. ჩემო სიცოცხლე გვირდები რომ ვიქნები მუსიყვარული ქმარი. ცხოვრების ბოლომდე ძალიან გაგაბედნიერი. ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, შენით, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენთან ერთად ყოფნით, შენი სილამაზით. მინდა რომ მთელი სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიყოთ და ეს დასაწყისია ჩვენი მომავლის და ჩვენი თავგადასავლი, ჩვენი გიჟური ცხოვრების. და მინდა რომ შენთან ერთად სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთად გავატაროთ, რომ ძალიან მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე და მადლობა ღმერთს, რომ შენაერ საუკეთესო ადამიანი შემოხვედი. პირველ რიგში იმით მინდა დავიწყო რომ მიყვარხარ და ზოგადად საუკეთესო რამ ხარ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მომხდარა. ანებისმე მოხდება. იმიტომ რომ არ ვიცი ღმერთს მადლობა რით შეიძლება გადავუხადო, რომ შენაერი ადამიანი შემოხვედრა და მე რგოწილად ბედნიერება, ის ბედნიერება, რომელიც აღწერს იმას, რომ ყავდეს შენაერი ქმარი, რომელიც არის მოსიყვარულე, ერთგული, ხიარული და რაც ყველა მნიშვნელოვანია მსურველი. დღევანდელი დღისნაირი ემოციებით მინდა რომ ვიყოთ მთელი ცხოვრება და მინდა რომ ზუსტად ისევე გიცინცინებდეს თვალები და მიცინცინებდეს თვალები, როგორც დღეს ვიცინცინებს მთელი დღის მანძილზე. ძალიან მიყვარხარ და მართლა არ ვიცი, ოდესმე ვერ წარმოვიდგენთ მე ვერასდროს თუ ოდესმე ესწრებენ გამიმართლება. ხარ საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში და ძალიან მამაყობ რომ შენაერი ადამიანი მყავს. პირდაპირ რომ ვიქნები ისეთი ადამიანი, როგორც შენ გინდა რომ ქალბის გვერდით და როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია რომ ერთმანეთისთვის უნდა ვიყოთ. მიყვარხარ. იხარეთ, ბრავლეთ, ჯანმრთელად და კარგად მოხდეთ სულკინად სოფლში. ისთან დალოცინები ყოფილით და ბედნიერები. აი და გამრავ.
თქვენ ვიცი რომ კარგად ხარ, უკვე ვიცი, უკვე დასრულებული. მერე გაქვთ ჰარმონია, ისეც ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ თუ კარგად იქნებით, ჩვენ ყველას კარგად უკვე ვარ დავიქნებით სულ. გაიხარეთ და კარგად იქნებით. ერთმანეთს ისე უყურებით, აი არ ვიცი, ვერავის ძალიან ამერიკის და ვერტმას ბედნიერები ყველა შეგაბაროთ ერთმანეთს. ეს პირაცხოვლობა და შემოსიფასებოდა მოდი დავისო ყველაზე ძვირფასი და ლამაზი ამბერანაზე უფლისადიდებელი მინდა შეცვალ შემოკარგები. უფალი იყო ჩვენი შემსება ფარული და როგორც მაზმურო ჩამწერა ქრისტიანობა. უამრავი გამოგონილ უფალი. იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, რასაც ჩემი სამტრედიაც მობისა და მეგობრობის ქალაქი ქვია და მოდი აქედან დაწყებულ სრულიად საქართველოს გაუმარჯოს. გაუმარჯოს მოდი კოპსიიდან დარუბანდამდე საქართველოს და მოდი გამთლიანებული, გაერთიანებული საქართველოს ვეცხოვროს სულ ცოტა ხანში ეს იქნება ჩვენი დიდი სული. ქართლ კახეთად, იმერეთად, სამეგრელოდ გურია ვისაც ჩვენი გაყოფა და გათიშვა სხურია, ან ტყვიანი მტერი არის, ან უგუნური მოყვარე, ამიტომაც სადაც წავწყდი ერთიანად მოხარე. მიყვარს მტკვარი, მიყვარს ხსანი, ეხური და ენგური, მიყვარს ლალე, მიყვარს ლალე, ჩვენი ოდა მეგრული, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთით მუშტად შეკრული, რა თქმა უნდა საქართველო, ვიყოთ მისი ერთგული. გაგილოცავთ საქართველოს შემოგარეთ. ეს დიდი ბედნიერების დღე არის თურქიებისა და ყოჩიაშვილების ოჯახში. ჩემი საყვარელი ხალხი გაბედნიერდა, ძალიან ლამაზი სიყვარული გამოიარეს, საკმაოდ ძველ წლებს ითვლის ეს სიყვარული და ყველაფერი. მე მინდა დავლოცო ჩემი მეფე დედოფალი, ბატონი გივი და განბატონი ანის აღგზელო მინდა შემოგთავაზო ჩემოძირფასები. უფალმა დაგლოცო ევანგელეთის მადლობა დაგლოცოთ, აი ყველაზე მეტად ეს სიტყვები მინდა რომ თქვენ გასუხებდეს. ევანგელეთის მადლობა დაგლოცოთ, პირად ცხოვრების მადლობა კიდევ ერთხელ შემოგაგებოდა. მინდა რომ მთელი ცხოვრება ბედნიერები, გახარებული და გამრავლებული გაყოფოთ უფალმა. თქვენ საყვარელ ხალხთან ერთად, თქვენ ძვირფას ადამიანებთან ერთად ვისანაცვლოდ ეს ზეიმო ამ ლამაზ დღეს და კიდევ მთელი ცხოვრება. მინდა რომ აი
თქვენი სიყვარულის ისტორიები დაიწეროს. ისე ძირფასად იყვანეთ ერთმანეთი და ისე შეციცინებდეთ თვალებში ერთმანეთს. ცხოვრების მანძილზე აი პატარ-პატარა დამხოლებაც რასაც ჩათვლით, ჩემო კარგებო, იცოდეთ, რომ ეს ცხოვრების გამოცდა და იმ გამოცდა როცა გაუძლებ და ყველაფერს ამაზე გადალახავ, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი მიღწეულია. მე მინდა გისურვოთ, აი როგორც ლამაზი სიტყვები, ასევე აი ეს გზნობა გაითავისოთ, რომ მიტევება, პასუხისმგებლობა და სიყვარული, აი ეს გზნობა არ გაგინებდეთ, ახლა ჩათვალეთ, რომ იდეალური ოჯახი შემდგარი იქნება. დაგლოცოთ უფალმა. ჩემო გელოჩემ და დაგლოცოთ ჩვენი მეფე დედოფალი ჩემო კარგებო. გაგამრავ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. დიდება თუ თავისუფალია, ძალიან ხოთ მინდა რომ ბატონ ალეკოს მივაწოდოთ კანცი. ჩვენ მამიკოს ოქროს კანს. ძალიან ხოთ თუ საშუალება და თორე დაველოდები. სიხარული, აიზიანა ყველას მოგებთ ის მადლობა ჩემი მოურები, რომელიც ახლა შევიძინე მოძალი და აფასეთ. ვერტმა დაგწოდეთ ეს. შევიდა კოლონია და შემოგვიყვეთ ხოლმე. ამ წამდებოდა მართლა. ეგაგებოდა გაიხარეთ. ეხლა ბევრი რავი გატარაკოდა. ჩვენ გორშვიც, რომელიც უკვე აფერდიეთა მინდა მოგვიწევს. მაგათი ლავი, მაგათი ლავი. მე სულ თქვენ ხოჭოში ვარ. რაც ჩემი პირადი სურვილია ორი გოგო ორი ბიჭი და მე ერთმა დავყოლე და დიდი მადლობა კიდევ ყველას. რადგან გასახართ, ესე იგი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანები ხართ. ვიზიარებთ დღევანდელ ჩვენ სიყვარულს, მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ჩვენი დალოცვისთვის, კეთილი სურვილებისთვის, ბედნიერება და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თითოეული თქვენგანი ოჯახის წევრებს. უფალი ხარობი, მადლობა ყველაფერს.
ვალდებულება არის კაცის, რომ კაცმა სახლი უნდა ააგოს, შვილი უნდა გავდეს და ხე უნდა დარგოსო და მოდი აი ამ სიყვარულში ბატონ ალეკოს აი უმაღლეს ხარისხში აქვს შესრულებული ეს ყველა პერსონა და მინდა რომ უმეტესი მადლობა გადაუხადო ამ კარგ კაცს. თავისი ტკივილით მოდის ეს კაცი, ჩემო მეგობრებო, ეხლა შინაურები ვართ ყველა და მომავალი ჩემი ძვირფასი მაყრიონის სიტუაციიდან გამომდინარე ვიზახი, რომ ვინც არ იცის, საიმის თქმა მინდა რომ დიდი ტკივილით მოდის ეს კაცი, დიდი იარით მოდის, დიდი გულის ტკივილით, მაგრამ უფლისნებით ყველაფერი კარგად არის და ლამაზად მოდის, ვაჟკაცურად მოდის და თავისი ლამაზი ცხოვრებით. სიტყვას და სიყვარულს აფქვევს, სხვა არაფერს და ვერაფერს ვერ მიიღებთ ამ ადამიანებმა. მე მინდა ალეკო თურქიას სატექსტილო დავლიო, ჩვენი ძმის და ჩვენი ვაჟკაცი კაცის. მე მინდა ძვირფასი დედიკოების სატექსტილო დავლიო. ჩემო ლამაზებო, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ლამაზად გამოიყურებით, ძალიან კარგები ხართ და აი ვიცი რომ რაოდენ დიდი შრომის პასად, მოგჩაუხრელი შრომის პასად თქვენ ეს ყველაფერი შეძლებთ, რომ ეს ძვირფასი შვილები აღეზარდათ. სიკეთე და სიყვარული არ მოგაგლოთ უფალმა. ამ მეორე ჭიქით ჩემო ძვირფასებო, მე მინდა ბატონი გურამის მოგონების სატექსტილო შევსვა. ნათელი და სანთელი დადგომოდეს იმ მაგარ კაცს, იმ ვაჟკაც კაცს, აი, რასაც გვია მისი სული იგრძნობს ამ ყველაფერს და ზემოდან გადმოხედავს თავის შვილის ბედნიერების ძვეს და ის როგორც ფარველი ანგელოზი ისე დაუდგება თავის შვილებს ფარველად. დაგლოცოთ უფალმა, სიკეთე და სიყვარული არ მოკლებოდეთ და აი თქვენი შვილების ხვალინდელი დღით ბედნიერები გამყოფოთ უფალად. მაგათი აი რასაც გვია თამასა იქნება საზომირო, მათი სიყვარული თუ ძლიერი იქნება, თქვენი სიყვარულიც რა თქმა უნდა ძლიერად გაგრძელდება. უფლისგან დალოცული იყავით. მშობლებს ვეგზელობა, ჩემო კარგებო. სახეზე მყოფებს დიდხანს სიცოცხლე, გამონაკლისის მოგონება, როგორც აღნიშნეთ, სიკეთე და სიყვარული. ორი ჭიქით ჩემო ძმებო. იმოგებო ჭიქით. ქალბატონი მაგა დავლოცო. და ჩემი მარი მინდა დავლოცო მეგობრებო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეხლა რას ნიშნავს მშობელ, ვიც არ არის მშობელ, ნაბატი. რას ნიშნავს ამათ ამპლუაში ყოფნა. ხან ცრემლი მოსდით, ხან იცინიან, ხან იღიმიან, ასე შემდეგ. ეს არის ბედნიერების ცრემლი, ბედნიერების რა თქმა უნდა სიცილი. ერთ პატარას ქალბატონებს არ ეწყინებათ. როდესაც გივი ანანოს ხელით ხოვა ბატონო თავადა, ძალიან სიცივია უკვე დაღამდა სადაც მთაში ვართ, მე და ალეკო არ ვიცი სადაც ტყეში ვართ და ჩემი მაგა და მარი საფუძებულები არიან თავის პატარა ძაღლებთან ერთად. სურპრიზი უნდა შემოიტანო აპლოდისმენტები. აი სურპრიზი ხედავთ. ხედავთ სურპრიზი. თოდა ძლიერი დაში, ბატონო თუ შეიძლება თოდა. აი ბატონი ნამაზგან სურპრიზი. ბატონებთან სიმღერა გვაქვს და თქონდა შევასრულებთ ამას სიმღერას. ხოლმე დაგლოცოთ, ჩემი კარგებო. თქვენი დედმამიშვილობა, აი როგორც ეხლა, ლამაზად, კბილად, ურთიერთობებს, რაც და საყვარული გაგაჩნია. თქვენს ძვირფას დედმამიშვილობას გავუვარდოთ, ჩემი კარგებო. თქვენი ცხოვრების სავალზაზე ბედნიერებას გესურვებ. წარმატებებს გესურვებ ცხოვრებაში და ბედნიერ მომავალს ჩემო კარგებო. უფალმა დაგლოცოთ და გაგაჩნიათ. სიკეთე მომწევთ. მეგონა ანგელოზი როცა გაჩნდა ამ ქვეყანაზე, მისი ლამაზი ხანმოკლე ცხოვრება გაგიკულა დასრულდა და გახო რამოდენიმე პერიოდმა, წუთებმა, წამებმა, ტკივნეულმა, რა თქმა უნდა ეს დემდე მოუშუშებელია, მაგრამ ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის უფალი, როგორც სასწაულებს ჩაიგებს და როგორც უფლისნებით ხდება ყველაფერი სასწაული ამ ქვეყანაზე, მოავლინა ორმაგი ბედნიერება ოჯახში. მე მინდა თვითონ მარისა, ტყუპები დაიბადა და მე მინდა რომ არასოდეს არ გავაცირო ეს უფასე ხალხი ერთმანეთს და მე მინდა ჩემი პატარა ბეკუნა თქვენი ფარველი ანგელოზი არის დაწყებებული და ჩემო კარგებო და ესე შევსვა ეს საფუძვლო რომ არავითარ შემთხვევაში არ გავაცირო და დავასახელო ეს საფრთხე.
და მინდა ორი სიტყვით, ლამაზი სიტყვით გავასრულო ეს სამგზელო. რადგან სიცოცხლე ასე ნავარდოს, სიკვდილის ყველა კარი დარაზე და იმ ბედნიერებს გავმარჯოს, როცა თქვენ გაჩნდით ამ ქვეყანაზე. უფალმა დაგლოცოთ ჩემო გაგებულოთ. ხელის მომკიდეები, მეჯვარეები, ეს ვიფასის სიტყვები, ეს არის სამგზელო, რომელიც ჩემმა გივიმ და ანიმ და ეს არის ვიფასი ხალხი, ვინც გამოარჩია იმ ძვირფას მეგობრებს შორის, იმ საყვარელ მეგობრებს შორის და ერთ-ერთი თქვენ წარმოდებით დღეს ჩვენ წინაშე. უფალმა დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გევანდელიტის მადლობა დაგლოცოთ, როგორც ქრისტიანულად, როგორც თქვენ მეშვიდე მოდიკვამდე გადავდის ეს სიტყვა და სიყვარული ხალხო. მოდი უამრავი გასანათლები მოგცეთ უფალმა ღმერთმა. დალოცული მეყოლეთ. დავლოცოთ ჩემო კარგებო, ჩვენს მეჯვარეებს გაუვარდოთ, ჩვენს საყვარელ ხალხს. ბატონო ვეკა, ჩვენს მეჯვარეებს გაუვარდოთ. ეხოთუნეს გუშდა ყველას, ყველა მინდა რომ შეგვიერთდეთ ამ სამგზელოზე სრულყოფილად. ენაცვალოთ ჩემი თავი. Jump up and down, move it all around. Shake your hand to the sound, put your hands on the ground. Take one step left and one step right. One to the front and one to the side. Clap your hands once and clap your hands twice, and everyone looks like this man doing it. A little bit of Monica in my eye, a little bit of Erica by my side, a little bit of Rita all I need, a little bit of Tina's what I see, a little bit of Sandra in the sun. A little bit of
ჩემი გივი თურქიას, გივი თურქიას, მაშკაცი კაცის სახელის გამომძევებელი კაცია და მე მინდა რომ დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვო. მე მგივის რომ იმ მაგარი კაცის სიყვარული და სიყვარული ანალოგიურად გააგრძელოს. უფალმა გაგინახო, ჩემი გივი. მაგარი კაცის სახელთან გვერდს ატარებ და იცი რომ მთელი ცხოვრება ეს პასუხისმგებლობა შენზეა, რომ როგორ სათანადოდ გაამართლებ მის სახელს და მის გვარს, ასე რომ იწვია. მე მინდა ჩემი ძვირფასი ადამიანები აქ გამომატკისები კიდევ არიან ქალბატონი ნაირა და ამირა კირთაძეები, ესენი არიან ჩემი მაკაცობლები, ჩემი ძვირფასი ხალხი. ასევე მინდა ბატონი ელისბარი და ბატონი გია მოგონების სიტუაციაში ბრძანდებით და უფალმა გაგინახოთ ის ძვირფასი ხალხი. ნათელი და სანთელი მაცაფლავი.
ძალიან კარგი ჯუმბელი.
Yeah.